გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ოვალური არა სტუდიიდან, არამედ ამჯერად უკვე ბაღიდან, იმიტომ რომ ჩემმა მთავარმა საქმიანობამ აქეთ გადმოინაცვლა. ვინც მიში კვალანიასთან გადაცემას უყურეთ, იმათ გეცოდინებათ, რომ ის იყო ბოლო გადაცემა და აქედან მოყოლებული ოვალური სტუდია აღარ იქნება ეთერში ასე რეგულარულად და ინტენსიურად. ხანდახან შეიძლება თუ საინტერესო თემა ან საინტერესო ადამიანი ან რამე მოიფრინა ზემოდან თავში, შეიძლება რაღაცები გადავიღო ან ჩავწერო, მაგრამ მთლიანობაში ეს გამოწერილად 9 საათზე ყოველ კვირა დღეს ეს უკვე აღარ იქნება და გეტყვით რატომ. შემეძლო ისედაც ალბათ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დამემთავრებინა, მაგრამ რომ ვიფიქრე, თუნდაც იმ ადამიანებთან თვლით თავს ვალდებულად, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა და ძალიან დიდი სითბო, მართლა ყოველგვარი რაღაც პათეტიკის გარეშე, მართლა ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი მაყურებლებისგან, რომლებიც მწერდნენ და რომლებიც მოხდებოდნენ და პირადად მეუბნებოდნენ და მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ალბათ სამი რამის პერსპექტივის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ გადავწყვიტე ამ მომენტისთვის შემეჩერებინა ოვალური სტუდია. ერთი ის, რომ რაოდენობა მაყურებლის ძალიან მცირდება, ან ყოველ შემთხვევაში არ იზრდება და მე მგონი მაინც უფრო მცირდება და ამას სასურველია თუ შესაბამისი ორგანოები, შესაბამისი ორგანოები, რაგბის კავშირი ალბათ პირველ რიგში. და ზოგადად რაგბის მესურები მიაქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ შეიძლება რომ საგანგაშოც იყოს და ეს პერსპექტივა ძალიან შემცირდა იმისი, რომ აუდიტორია გაიზრდებოდა, რის იმედიც მქონდა. მეორე შემცირდა აქედან გარკვეული ფინანსური ხეირის პერსპექტივაც, რის იმედიც ასევე მქონდა, არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანს გაგიკვირდება და სჭირდება ფული იმისთვის, რომ იარსებოს და შემცირდა ალბათ ყველაზე მთავარი, შემცირდა ენთუზიაზმი. იმიტომ რომ რა ვიცი, ამ ყველაფრის ფონზე რაც გარშემო ხდება, იმის ფონზე როგორც პასუხობს თუნდაც რაგბის სამყარო იმას რაც გარშემო ხდება და ზოგადად რა, განწყობას ცოტა წყალი შეუდგა და ეს ერთიც რომ დარჩენილიყო, ის ორიც რომ არ ყოფილიყო და ეს ერთი დარჩენილიყო, რაც აქამდე იყო, ალბათ გავაგრძელებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე არ ვიცი, რაგბის დრო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ არის. რა თქმა უნდა, რჩები მაყურებლად, რჩები გულშემატკივრად და იმედი მაქვს, რომ მოდესმე ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც დაბრუნდება და მეც დაუბრუნდები, აგერ სტუდიას და დაწასულა ადგილზეა და შესაბამისად ჩემ ხელშია, როცა მინდა მაშინ მოვქოქავ ისევ მანქანას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბოდიში, რომ სიტყვა გამიგრძელდა. კიდევ ერთხელ გიხდით მართლა მადლობას იმ ხალხს, ვინც ყოველი იმის რაც გადაჭარბების გარეშე მართლა მოტივაციას მაძლევდით, რომ ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადავსულიყავი და არ მეფიქრა იმაზე, რომ ტყუილად თუ არ ვირჯები, არა, ვიგრძენი ნამდვილად, რომ ბევრ ხალხს მოწონდა და ამიტომაც ერთი წელი გავაქაჩინე. ეხლა ვნახოთ, ავიღოთ პატარა პაუზა და მერე შევხედოთ. შეიძლება კიდე სხვა არხი გავაკეთო. ეგ უკვე არასარაგბო, საერთოდ განყენებული თემა იქნება რაგბიდან, მაგრამ რა ვიცი, აბა თუ მოგწონთ ის, როგორც მე ვხედავ საგნებს და სამყაროს, შეგიძლიათ იმ არხსაც უყუროთ. ჯერჯერობით არ არის, მხოლოდ კონტურებშია, მაგრამ ნახოთ, მომავალი გვაჩვენებს. წარმატებები თქვენ, დიდი მადლობა.